Now we are terror storage for ammunition. Yes, how it was. So it was slammed. The slam Yes. here. Of clearance. You see. Height, which is in front of. Right. So. She was the one who получили основную хорошую. Гигантские наши было шведские студенты, все сами двигались нижним. Там еще есть и физиотерапевтический. ჩვენი პროექტი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტერიტორია გაწმენდის დასრულების შემდეგ იყოს სრულიად უსაფრთხო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომაც არის, რომ ჩვენს პროექტს, ანუ ნატოს სატრანსპორტო ფონდ პროექტს საქართველოს 4 აქვს ასეთი დიდი დატვირთვა, ჰუმანიტარული დატვირთვა და როდესაც პროექტი კეთდებოდა, მზადდებოდა, სწორედ ეს იყო ძირითადი ამოსავალი მიზანი, რომ ტერიტორია შემდეგ გაწმენდის და პროექტის დასრულების შემდეგ ყოფილი გამხდარიყოს სრულიად უსაფრთხო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩეხეთის რესპუბლიკა ლიტვასთან ერთად ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ჩვენ ამ პროექტის ორი წამყვანი ქვეყანა ვართ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩემს ლიტველ კოლეგას, რომელიც დღეს სოფელ სკრაში ჩვენთან ერთად იმყოფება. ჩეხეთის რესპუბლიკა პროექტის მეორე უმსხვილესი დონორია. ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას გვიწევს. სოფელ სკრაში უკვე მესამედ ვიმყოფები და შემიძლია კარგად შევაფასო ის პროგრესი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში აუფეთქებელი ნარჩენი საბრძოლო მასალების გაუნობელყოფის საქმეში მივახციეთ. დღეს აქ მიღწეულ პროგრესზე, პროექტის გაგრძელებაზე ვისაუბრეთ. გეგმავთ, რომ მომავალ წელს მთელი ეს ტერიტორია გავწმინდოთ და კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, წყემსებისა და საქონლისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს სკრაში პირველად ვიმყოფები. მივესალმები პროექტის წარმატებით განხორციელებას ჩეხ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. გაწმენდილი ტერიტორია ძალიან მალე დაუბრუნდება ადგილობრივ მოსახლეობას. მოხარული ვარ, რომ ლიტვამ თავისი წვლილი შეიტანა პროექტის მხარდაჭერაში. დღეს კი მიღწეული პროგრესის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია და სამმავლო თანამშრომლობის გეგმები განვეხილეთ.